ბატონ დავით, მოგესალმებით. თქვენ წაღან ჩამოთვლაში კი არ გიხსენებიათ, მაგრამ ლუკა ჯაბუაზეც გაქვთ ექსპერტზე დანიშნული საქმის მასალებიდან გამომდინარე, ალბათ ეთანხმებით, ხო? მოპასუხებ ბატონმა სამართლე. მკითხე უკვე. ვიდეო ნანახი გქონდათ თუ არა, დამიდასტურა რომ დიახ, ასევე დათვალიერების ოქმიდან გამომდინარე დანიშნა ექსპერტიზა. შესაბამისად, ვიდეო რადგან ნანახი გქონდათ, სწორედ აქედან გამომდინარე ვეკითხები, რადგან ნანახი აქვს და დადგენილებაში წერს, რომ სამართალდამცავების მიმართულებით არის ნასრული ეს ობიექტი, ამიტომ ვეკითხები, აი სად არიან ამ ვიდეოში სამართალდამცავები? აი მაჩვენეთ სამართალდამცავები სად არიან და რა მიმართულებით გამოვიდა ლუკა ჯაბუას მხრიდან აი ეს ობიექტი. ნახეთ, მოდით აქედან დავიწყოთ. აღნიშნული ვიდეო გამოყენებული მაქვს, როგორც მე ხარ საიტას მიყვავს, ხო, საუბარი. გამოყენებულია დადგენილებაში, ხო? დადგენილების არსი რა არის იქ მოყვანილი ფაბულა, რომ ექსპერტისთვის მეტად უფრო გასაგები იყოს, როცა მასიურად დგას ხალხი, ხო? ერთზამი დავასრულებ ძალიან. არა, ბატონ დავით. ძალიან ხო, დამასრულებინოთ. ბატონო სამართლე. ეს არ გამოვა, შეკითხვა, ამისვათ მე არ დამასრულებინოთ. და გვიპასუხოს, ანუ არ უნდა ზედმეტი ახსნათ, როსაც დავზოგავ კოლეგებისთვის, ძალიან მარტივად ვითხოვ პასუხს. აი, ამ ვიდეოში მე მართლა ვერ ვხედავ და ობიექტურობისთვის მეც მაინტერესებს ბატონ დავით, საიდან ჩანს რომ ეს ობიექტი მიემართება სამართალდამცავებისკენ. როდესაც მოწმე იკითხება ბატონო მოსამართლე და ამბობს, რომ აღნიშნული ქვად მაგარი საგანი ისრობა პოლიციების მიმართულებით. დღეს ახლა ქალბატონმა რუსუდანმა მიიტანა ბატონ დავითთან მოწმესთან და აჩვენებს თვითონ დისკი რაც არის კადრე. და ლოგიკური შეკითხვა, მისი დაწერილია რომ ისროლა პოლიციების მიმართ. გასცეს პასუხი, ხო დაწერეთ ბატონო დავით თქვენ რომ პოლიციების მიმართ ისროლა. სად ჩანს კადრში რომ უკაცრავად ჯაბუა ქვა ისროლა თუ მაგარი საგანი ისროლა პოლიციების მიმართ. გავიმეორე შეკითხვა და მივიღოთ პასუხი და დავასრულოთ. კარგით. საიდან ადგენთ და სად ჩანს ამ ვიდეოზე სამართალდამცავები? ახეთ ისევ იქიდან ვიწყებთ. დარბაში წესრიგი რომ შევინარჩუნოთ. ამაზე მოკლე და კონკრეტულ პასუხს ვერ გავცე. ბატონ დავით ერთი წუთით. კარგით, მოპასუხოთ ბატონ დავით. დავასრულე, ახლა მჭირდებოდა ხმარბაღან თქვენი. რომ მხოლოდ ჩემს კითხვას უპასუხოს მოწმემ. სად ჩანს სამართალდამცავები ამ ვიდეოში? გამომდინარე იქიდან რომ ასე არის ვერ გაგცემთ ესე კონკრეტულ მოკლე პასუხს ვერ გაგცემთ გამომდინარე იქიდან რომ ეს იქნება მრავალმნიშვნელოვანი პასუხი და შეიძლება სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვანაირად აღიქვას ის რაც დადგენილებაში მიწერია მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ რომ ექსპერტი რომელსაც უნდა დაეწეროს ჩემი დადგენილება შესასრულებლად მისთვის ადვილი მისახვედრი უნდა იყოს ვიზე მაქვს საუბარი და რომელ პიროვნებაზე ვთხოვ მე დასკვნას ხო ამ შემთხვევაში მე ვიდეო გამოვიყენე და სრულიად აბსოლუტურად საკმარისი იყო ეს მასალა რასაც თქვენ მეუბნებით ახლა რომ ვაწამიან სრულიად საკმარისი იყო ექსპერტიზისთვის და იმისის მისაღწევად რამიზანის უნდა საგამოძიებო ორგანოს მოეხდინა პირის იდენტიფიცირება მოეხდინა პირის არჩევა ამ ფორმულირებით ამ კითხვაზე პასუხი არ გაცემულ. ვიდეო რაც ნახეთ, თუ გსურთ კიდევ ერთხელ განახებთ, პირველიდან მესამე წამის ჩათვლით. ნახეთ? პირველიდან მესამე წამის ჩათვლით. პოლიციელი ჩანს? ამ წუთას რომელი ვიდეოს ნახე, ეს ავარაუდოთ. ჩანს თუ არ ჩანს მარტივი ერთი წამით, აბა. ან კი მიპასუხეთ, ან არა. როგორ გიპასუხოთ რა პირველიდან სამ წამამდე ჩანს თუ არა? მე წამებს არ დავკვირვები ვარ. თავიდან განახოთ? ბატონო მოსამართლე, გაცემულია და ბატონო მოსამართლე, რა აქვს გაცემული პასუხი? ვეკითხები, ჩანს თუ არ ჩანს? მითხრას რომ ჩანს, მეც არ მახსოვს პირველიდან სამ წამამდე ჩანს თუ არა? შეიძლება გამომდინარე რომ მე არ დავკვირვები ვარ წამებს. ეხლა დავაკვირდეთ. ეს არის პოლიციის მიმართულებით ნასწორი რომ ერთი წამი. პოლიციელი ჩანს ერთ წამზე? მივიღო პასუხი თქვენი, ნახეთ, მივიღო და დავამთავროთ. 0-1 წამზე ჩანს. სავარაუდოდ პოლიციელი. რითი მოახდინეთ მისი იდენტიფიკაცია? ბატონო მოსამართლე, უკვე ეს კითხვები გადავარდოთ თუ შეიძლება. ეხლა საკმაოდ უცნადი საუბრა ამ ვიდეოზე. საპასუხი ბატონო. დიახ, მაინტერესებს. არა, მივიღეთ, დიახ. აი, აქ ხედავს პოლიციელს. თვალსაჩინოდ ჩანს, აი ხა გავაჩერებ კადრს. აი აქ თვალსაჩინოდ ჩანს ბატონო მოსამართლე, რომ მყარსაგანს ისვრის. ისგა ერთი წამი. დადგენილებაში. გავიგე. ხო შეგეძლოთ დაგენიშნათ ექსპერტიზა, ასევე დადგენილებაში დაგესვათ შეკითხვა, რა საგანი გამოდის ლუკა ჯაბუას ხელიდან. აი ეს შეკითხვა რომ დაგესვათ, ხო შეგეძლოთ. შეგეძლოთ თუ არა, მოკლედ ასევე და დავამთავრებ.
ანუ შეძრა თუ არა დაინიშნა ამას ეკითხები, საგანზე რო ეკითხა, რა არის ეს საგანი? დადგენილებაში შეგეძლოთ თუ არა? ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზას ნიშნავ ეს ამ სპეციალისტის მიერ ვერ იქნება. ჰაბიტოსკოპიური არ ინიშნება მაგაზე? ბატონო? ჰაბიტოსკოპიური არ ინიშნება მაგაზე? ანუ ნახეთ, მე მაინტერესებს პირის იდენტიფიკაცია. დიახ, ეს გავიგე. ხო? არის თუ არა ეს კონკრეტულად ეს პირი. ის არ გაინტერესებდათ რა საგანი იყო? აქ ხო წერთ რომ გაურკვეველი საგანია. გავს ექსპერტიზა არსებობს შენ ეს კითხეთ. არის საგანი. როგორ არ არსებობს ბატონო? ვიდეოში რა რა თქმა უნდა. ექსპერტიზაა შეუძლია გითხრათ. ანუ რა ექსპერტიზა ეს გამომძევება გითხრას და მე დასკვნა შევაფასებ. თუ ამს გავს ხა. კარგით, ანუ ექსპერტიზა არსებობს თუ არა? შეგეძლოთ თუ არა გეკითხათ ექსპერტიზის რა არის საგანი? ანუ გაწმინდეთ კადრი გამ. ყველაფერი შემეძლია გქო ექსპერტს უბრალოდ ეს არა ერთი წამით კიდევ დამასრულებინე ძალიან თქო. შეკითხვით, შესაძლებლობით ყველაფერი შემეძლია გქო ექსპერტს, თუმცა გამომძებელმა უნდა განსაზღვროს რა შეკითხვა უნდა დასვას და რა არა. რაზე რას პასუხს მიიღოს. ანუ შეიძლება თუ არა შესაძლებელია თუ არა იმაზე პასუხის მიღება, ხო? ბატონო? ვინ უნდა განსაზღვროს? თქვენ გამომძებელმა. გამომძებელმა. ანუ მაგას კეთებდი ხო რომ არ დასვით შეკეთება. არ დასვით. ამასთან დაკავშირებით. ბატონო, და მხოლოდ მის იდენტიფიცირებაზე.